მინდა მამებმა შვილებთან საუბარი ისწავლონ. დიალოგი ისწავლონ. შენი გადასახედიდან კი არა. აი ამ ბავშვის გადასახედიდან. შენ კამა ერთმანეთთან ნორმალური კამათი არ შეგვეძლია. უნდა ვიჩხუბოთ. როგორ შეიძლება რომ ჩემი შვილი ჩემზე მეტი ისა ჩემი ისეთი რაღაცა კითხვა დამისვას რომელიც შენში არ არის არა. შუაშკაცი ხარ გაიაცი პასუხი ამ კითხვაზე. ახლა მაგალითს მოვიყვათ კიდე. სამებე საკათედრო ტაძარში ვიყავით. სკოლის ბავშვი 4 სკოლასთან მქონდა შეხვედრა. ხო და რო დამთავრდა ღონისძიება, კითხვა-პასუხის რეჟიმში იყო. პატარა გოგონა ზაზის მე-7 კლასელი გოგონა წინას გამზე, ულამაზესი ბავშვი. და გადამედგა წინ. კითხვა არაფერი არ დაუსია კითხვა მაშინ. გადამედგა წინ და ბატონოტარია უმართის ტაქტიკური მეტა. შეეცვალა უმართის მანერა ბავშვების ამ თაობაში. ბატონოტარია შეიძლება კითხვა დაგისვათ და დადგა წინ. წინ დამედგა. გზა კი არა გაქცევის საშუალება მომეაცა. არა წინ. ხომ არ გადააბიჭე. და რა კითხვა დამეცაცი? რა უშევლოთ ჩვენში დაგუბებულ აგრესიას. აგრესია ხდება ჩვენი ჩაურევლობის გამო. მამების ჩაურევლობის გამო. დედების ჩაურევლობის გამო. ბავშვები ხდებიან აგრესიულები. შენს მიმართ ხდებიან აგრესიულები. ჩემს მიმართ ხდებიან აგრესიულები. მართალნი არიან. ეს ბავშვები. აი შენ უნდა გამონახო დრო რომ შენ შვილთან აი ხევსურებს ჰქონდათ კარგი. შვილს 13 წლის ასაკიდან ესაუბრებდნენ როგორც თანასწორს. და შევსაკითხებდნენ ხოლმე. ეგ არ ვიცოდი და გასაკვირიც არის ხევსურებისგან ეგეთი. ხო, შევსაკითხებდნენ რომ ჩამოყალიბ მამაკაცს ბიჭებს. ეხლა გოგებთან არ ქონდათ ესე დამოკიდება. ნუ ეგ სამწუხაროა. სამწუხაროა. ხო და ბიჭებს ვრდიან კაცებად. თავიდანვე. ეგ დამოუკიდებელი აზრი უნდა ქონიყვათ ბავშვებს. იმ შვილებს, არა? აი შესაძლოა ჩვენ დავტოვეთ ისინი ცალკე და ჩვენ ცალკე ვართ. იმათი დასმულ კითხვაზე არის რო პასუხი არ აგაგ და ვერ გასცემ პასუხი. ბოდის კი არ მოვიგდო პასუხი არ აგაგ. დაუწყებ ჩხობს. გალანძავ, არა? ეს აუცილებლად უნდა შეეცვალოს ეს დამოკიდებულება.